ქალები ვერთიანდებით გამარჯვებისათვის, თავისუფლებისა და სოლიდარობისათვის. სწორედ ასეთი არის იმ ქალების პოზიცია, რომლებიც ზუსტად 19 საათსა და 30 წუთზე იდგებიან შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ. ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სინდისის და პოლიტიკური პატიმარი არის ახლა ციხეში, მაშინ, როდესაც ქართული ოცნება უგულებელყოფს ყველა ქართველის პროევროპულად განწყობილი მოქალაქის პოზიციას და ძირითად პრიორიტეტებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმა იმაღლონ და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვან ხაზი იმას, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის იდგა დგას და მომავალშიც იდგება ქალების ბრძოლასა და შეუპოვებაზე. ამიტომ ელოდებიან ყველას ქოლგებით, ამბობენ, რომ ეს ქოლგები იქნება ერთიანობის სიმბოლო და აქედან გამომდინარე პერფორმანსებიც იქნება. ამ ფორმით დაანახებენ კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქალებს შეუძლიათ ერთი კონკრეტული იდეის გარშემო გაერთიანება, რათა საქართველოს ჩვენი ქვეყნის მომავალი დაიცვან და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი ურყევი ნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან და დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. ქოლგები არის ჰონგ-კონგის ქოლგების რევოლუციის ერთგვარი გამოძახილი და ინსპირაცია, სადაც პროტესტანტები ქოლგას იყენებდნენ თავდაცვისთვის სპეცრასთან შეტაკების დროს ცრემლსადენი გაზის წიწაკის სპრეის და გაზის კაფსულებისგან თავის დასაცავად. ჩვენ კი ამ ქოლგებს დღეს გამოვიყენებთ ჩვენი პროტესტის ლოზუნგების გასახმოვანებლად და გასაჟღერებლად და სიმბოლურად ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვაჩვენებთ. ჩვენ გადავიტანეთ ზამთარის გაზაფხულის წვიმები, მართლაც რომ ერთი ქოლგის ქვეშ ვიდექით ნებისმიერ ამინჩი და სწორედაც რომ სიმბოლური არის დღევანდელი აქცია, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ვერთიანდებით ხალხი, სტუდენტებიც უერთდებით ამ მარშს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ, თქვენივე ქოლგებიც წამოიღოთ. ქალებს ვერაფერს ვერ უზამენ, დედებს მით უმეტეს. გამოცდაზე უნდა იჯდეს ჩემი შვილი და უკვე უნდა ამთავრებდეს სწავლას და ემზადებოდეს დასასვენებლად და ისე გამოკეტეს, რომ ბავშვს აუკრძალეს სწავლა, განათლება. აუცილებელია ბრძოლა, არ შეიძლება გაჩერება და არ შეიძლება და ვერ გავჩერდებით. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეთ. ძალიან მიხარია, რომ ქალების ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ესეთი აქტიურები არიან და აქტიურად არიან ჩართულები იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს ამ ქვეყანაში. ჩემი ძმა ირაკლი, რომ დღეს თავისუფალი ყოფილიყო და ის ბიჭები, სინდისის პატიმრები დარწმუნებული ვარ, ბიჭები შეუერთებოდნენ ამ მარშს, იმიტომ რომ ირაკლი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო და მხარს უჭერდა ქალთა ჩართულობას მსგავს პროცესებში. ვინც თვლით, რომ ჩვენ ქვეყანას მეტი ქალის ხმა ჭირდება და მეტი ხმის ამოღება ჭირდება, გელოდებით დღეს ქალთა მარშს. ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ ქალები ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო კიდევ ერთხელ გააერთიან. ამიტომ დღეს 19 საათსა და 30 წუთზე ქალები იდგებიან შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქოლგებით, შემდეგ კი ასე ამ ფორმით გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და პროტესტი იქ გაგრძელდება. ამ აქციას უერთდება ყველა სტუდენტები, ქალები ზოგადად, აგრეთვე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დები, მშობლები, თუმცა მკაფიოდ უსვამენ ასევე ხაზს იმასაც, რომ შესაძლებელია ამ აქციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ქალები, თუმცა ღირებულებებიდან, ძირითადი იდეიდან გამომდინარე, აქვთ მოლოდინი, რომ კაცებიც შეუერთდებიან ამ აქციას, რათა ყველა სათქმელი ახლა ქართული ოცნების მიმართ არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილის გუნდი ჩვენს ქვეყანას ართმევს თავისუფლებას, ამის წინააღმდეგ ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ყოველთვის აიმაღლებენ ხმას და აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას და ყველა დასაშვები დემოკრატიული და არაძალადობრივი ფორმით გააპროტესტებენ იმ ყველაფერს, რაც დღეს დედაქალაქსა და საქართველოში ხდება.